გამარჯობა, ჩემი დილა. დილიშსაც დაიწყო, ახლა ვიმსდებით მივიდეთ აეროპორტში, მივფრინავთ მეორე ქალაქში და გვექნება შეხვედრები. მოკლედ მოგვეკითხა ტაქსმა, ესე გავემზადეთ და წავედით. ყველგან ესეთი კარგი ტაქსები მოდის, თანამედროვე, მოწყობილი და ელექტრო, რაც მთავარია, BYD ყველაზე პოპულარულია. მოკლედ ესე დიდ სასოფშიც გავიჭადეთ და დაახლოებით 55 წუთი მივდიოდით, კინაღამ თითქმის დაგვაგვინა და ესე რა ვთქვათ. ძალიან საშინელი საცობებია შანხაიში და თუ არ გახვედი დაახლოებით 9 საათით ადრე ვერ მიუსწრებ. ესე მივიდით აეროპორტში, უზარმაზარი, ვერც კი წარმოიდგენთ იმხელა და სპეციალური წესებია შეგნით როგორ უნდა შეხვიდეთ, ჩანთებს გიმოწმებენ და ესე შედიხარ. ყველაზე საინტერესო არის ეს, იმიტომ რომ პასპორტის დასკანერებით გაძლევს პირდაპირ ბილეთებს. მაგრამ იმას პასპორტს ჰქონდა პრობლემა და დიდი ხანი დაჭირდა და მე შევედი შიგნით, რომ ყავა ამეღო უკვე და გამზადებული ყავით წასასვლელად. ესე გამოიყურება აეროპორტი შანხაის. ძალიან ბევრი კაფეებია. შემდეგ უკვე ავიღეთ ყავა და გადავინაცვლეთ სხვა გეითზე, იმიტომ რომ ჩვენი ფრენა იყო სხვა მხრიდან. ჩავედით უკვე ესკალატორით დაბლა. შანხაის აეროპორტი იმხელა, რომ მატარებლები დადის გეითიდან გეითზე გადასასვლელად და ჩვენც ისე მატარებლით გადავედით. იყო უზარმაზარი ჯიგი, ეს არის კოუჩი და ფრენებისთვის. და გადავედით უკვე ჩავსხედით ეს სონიაც უკვე დაგვიანებით მოვიდა და ავფრინდით უკვე დავიწერით ვენჟოუსკენ. ფრენა იყო დაახლოებით 2 საათი და 20 წუთი. ძალიან კარგად ჩაიერა ყველაფერმა, მშვენიერი იყო, სუფთა და ასე შემდეგ. ცოტა თქვენთვის გავაკეთე ამ ფრენისას მეორე ვიდეო, მოგიმზადეთ. და მოკლედ კარგად გამოვიყენეთ დრო. აქ უკვე, როცა ჩავფრინდით, უნდა ნახოთ ეს ვენჟოუ რა ლამაზია, არის მთები და აქ უკვე ჩვენი საწარმოო ქალაქის ამოდან მივფრინავთ და აქ ხედავთ ჩვენი და ჩვენი და კომპანიის ოფისებს და საწარმოოს. ეს დაგხვდნენ გოგოები, ჩვენი მანქანა და უკვე წავედით ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე. აქ უკვე ხედავთ ჩვენი კომპანიის დამაარსებელს და აღმასრულებელ დირექტორს, შემდეგ უკვე სონიაც სიტყვით გამოვიდა და ყველა ევროპის ლიდერი გეგმებსა და ყველაფერზე მოგვახსენეს. ესე ცოტა გავერთეთ, გამოვიფარეთ, ყავა დავლიეთ და ცოტა აზრზე მოვედით. არაფერი არ გვესმოდა, იმიტომ იყო ჩინურად და ვერც გადავთარგმნეთ ნაოშნიკებით და შემდეგ უკვე მოკლედ შეხვედრიდან გამოვიქეცით, ყველაფერი იყო ჩინურად და ვერაფერი ვერ გავიგეთ. ეს არის ჩემი კლიენტის საჩუქარი, რომელიც მიიღო დამსახურებულად და უნდა წავიღო. არის რაღაც პლასტიკი და ქვა. ეხლა მივიდეთ და შევჭამოთ რამე ცოტა, სანამ წავოთ სხვა. იმიტომ ძალიან დიდი საცობია. იმდენი ხანი გაგწევდა შეხვედრა, რომ სონიას ველოდებოდით და ის საცობი იყო, რომ ამ სასტუმროში დავურჩით, ცოტა შევჭამეთ, დავისვენეთ, გავიარეთ, გამოვიარეთ. ამ სასტუმროში ადრე პირველად ვრჩებოდი და ძალიან კარგი სასტუმროა. და შემდეგ უკვე ამ ლოდინში და ჩემი კლიენტების ლოდინშიც დროც მოკლედ ახლა ისო რეცეპშენში ველოდებით, რაც ეს პრეზენტაცია იყო და ველოდებით ჩვენით, რომ წავიდეთ დინერზე, ჩემი კლიენტები ჩავფრინდებიან. დავიხარე, სასტუმროში მინდა, ჩვენ ამ სასტუმროში ავრჩებით და იმედია მალე წავალთ. ესეთი ჩვენი კომპანიის ავტობუსები იყო, რომელსაც კლიენტები გადაყავდა და ამით წავედით აეროპორტში კლიენტების დასახვედრას. ეს შემდეგი 3 დღეს ჩვენი იყო და აქედან გადავინაცვლეთ ჰოტპოტზე, რომელიც არის სუპები და უნდა ჩადოეს რაღაცები, მოხარშო და შეჭამა, თავის соусები გავუკეთა, ძალიან გემრიელია. ავარჩიეთ სხვადასხვა ხორცები, თევზეული, ბოსტნეული და აქ უკვე წითელი არის პამიდრის და წიწაკიანი იყო და ურავდით და ვჭამდით. აქ უკვე აკეთებენ ნუდლსები, ხელით აკეთებდნენ და ესე გემრიელად მივირთმევდით. ეს უკვე არის ზოგი ღორის ხორცი, ზოგი არის საქონლის, ნაირ-ნაირი რაღაცები უნდა გასინჯო. ახლა რა თქმა უნდა და გქონდა უამრავი არჩევანი, ძალიან ბევრი შევკვეთეთ შემთხვევით არადა არ მთავრდებოდა, იმდენი მოიტანეს რომ გავგიჟდით და ძალიან საინტერესო ჩინური სასმელებიც დავლიეთ. და შემდეგ უკვე გადავინაცვლით სასტუმროში მეორე დღის მოსამზადებლად.